დარტყმის შანსია, დარტყმა კარის მიმართულებით დაიბლოკა კიდევ ერთი მცდელობა ლომინაძე საჯარიმოშია, ვერავინ შეაჩერა. კიდევ ერთი დარტყმის მცდელობა, დარტყმა და 1-0 მეათე წუთზე დინამო თბილისი გადის წინ. საწყისი წუთები იყო საკმაოდ თანაბარი, დაზვერვითი ფაზები მიმდინარეობდა. სადღაც 3-4 წუთია დინამო თბილისმა დაიწყო აქტიურობა, წავიდა შეტევაში, მოიპოვა კუთხური და საჯარიმოში არც თუ ისე დაალაგებული ვითარება წყალტუბოს სამგურალისა გამოიყენა სათავისო თბილისურმა გუნდმა და 2025 წლის სეზონში თავისთვის პირველი გოლი გაიტანა. ყველაფერი დაიწყო კუთხურიდან, ნახეთ ეს ჩაწოდება გამოტანა, თუმცა არც თუ ისე დამაჯერებელი. რასაც მოყვა გაგრძელება და ნოდარ ლომინაძე და მისი ძალიან კარგი თამაში. ხორხელის მიმართულებით გადაცემა და ეს ძალიან გავს პენალტს, გავს და არის. კიდეც წყალტუბოს სამგურალმა გოლის გაშვებიდან სადღაც 2 წუთში მოიპოვა შანსი იმისა, რომ თამაში დაბრუნდეს და ანგარიში გაათანაბროს. მიხეილ მაკაცარიას შეცდომა. უჯირის გამორბენი პაუზა, დარტყმა და მოიგერია მაკაცარიამ დამატება და გაათანაბრდა მაინც ანგარიში. თამაშის მდგომარეობა აქ არ იქნება და 1-1 გოლი გაუქმდება გამომდინარე იქიდან, რომ ბული იყო თამაშგარეთ მდგომარეობაში პენალტის შესრულების შემდეგ. აი ახლა გაირკვა ეს ყველაფერი, მთავარი არბიტრი მიდის კაპიტანთან. ბევრი საინტერესო ეპიზოდი ვნახეთ უკვე მატჩის მე-15 წუთისთვის. ვახტანგ სალია წამოიღო ბურთი ნიუკასლის მომავალმა ფეხბურთელმა, კარგად გაისწორა, მიუახლოვდა საჯარიმოს დარტყმა და ახლოს იყო სეზონში პირველი გოლის გატანასთან ტექნიკური რბილი და ესეთი ჭკვიანური დარტყმა მისი მხრიდან. ცოტა სარისკო პასი, მაგრამ მაინც ზუსტი და აი აქ არის შანსი კიდევ ერთი 11 მეტრიანის დანიშვნისა. თუმცა როგორც ჩანს პირიქით, ყვითელი ბარათი მსაჯს-ხელში უკავია და სავარაუდოდ მსაჯის რეაქციიდან და გადაადგილებიდან გამომდინარე, აქ არა პენალტს ნიშნავს, არამედ სიმულირებისთვის აი აქ ლუკა ხორხელს აძლევს ყვითელ ბარათს. ბურთზე არ თამაშობს დინამო თბილისის ცენტრალური მცველი, პირიქით არის კონტაქტი და არც დაუშვათ იქ თამაშგარეთ მდგომარეობა ან სხვა რაიმე, ხორხელზე არ არის ნამდვილად და აბა აქედან უნდა გამოჩნდეს ყველაზე კარგად. კი ეს ძალიან გავს პენალტს. პარალელურად ამისა, ლუკა ხორხელს ყვითელი ბარათი უქმდება, რაც ლოგიკურია და ამჯერად თავად აპირებს პენალტის დარტყმას. პაუზა, ძალიან კარგი შესრულება და 1-1. ბრწყინვალე პენალტი, რა კარგად დაარტყა ლუკა ხორხელმა. პაუზა იყო ცოტა უცნაური, შემდეგ კარგად დადგა საყრდენი ფეხი და როგორ ამოსცხო ბურთს მარჯვენა ფეხი. ჩაწოდების დროა, დაბალი პასი, ხორხელი და როგორ გადარჩა დინამო თბილისი. გარდა იმ გოლებისა, რომლებიც გუნდებმა გაიტანეს, ასეთი სახიფათო მომენტი არც ერთ გუნდს დღეს არ ქონია. ძელმა გადაარჩინა დინამო თბილისი გოლის გაშვებას. უტევს დინამო თბილისი, ნიკანინუა 94 წუთზე გააქვს. ისე როგორც გააცნო თავი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს, ქართველ მაყურებელს ქართული ფეხბურთისა და შეაყვარა კიდეც თავის დროზე არა ერთ კომაკს თავი. მისი შორეული დარტყმები იყო დრო, როცა ნიკანინუას შეეძლო ჯარიმების ისე შესრულება, როგორც პენალტებისა, ახლა კი ამ წერტილიდან, ამ პოზიციიდან გაიტანა დიდი ალბათობით გადამწყვეტი გოლი.